მოგესალმებით, მე თამთა დოლიძე ვარ და ჩვენ ვიწყებთ გადაცემას სივრცე დიალოგისთვის, სადაც კვირაში ერთხელ ვისაუბრებთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე სტუმართან, ან სტუმრებთან ერთად. დღეს კი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ვახტანგ ზენაიშვილი, გირჩი მეტი თავისუფლების წევრი და ადგილობრივი ლიდერი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ და განვიხილავთ სურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას, რომელიც 22 მაისს მოხდა. ის როგორც მოგეხსენებათ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს გირაოს გადაუხდელობის გამო, რომელიც თავის მხრივ უკავშირდებოდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ეთერში ბრძანდებით. და ცხადია ამ საკითხით მინდა რომ დავიწყო და თქვენი მოსაზრებები გაგვეცნოთ. ანუ რაღაცნაირად გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის სტრატეგია ამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან. ასე რომ დავუყოთ, ზოგი მიდის და პასუხობს კითხვებს, ზოგი მათგანი არ მიდის და იხდის გირაოს. მაგალითად, სურაბ ჯაფარიძემ იქამდე ოქროაშვილმაც გადაწყვეტა, რომ არ გადაეხადა გირაო და ის დღეს დაკავებული არის. როგორ შეაფასებდით აი თუნდაც მის ამ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებით ცხადია მან წინასწარ იცოდა და გააზრებული ჰქონდა. მადლობა კიდევ ერთხელ. რას როგორ თუ შევაფასებდი და როგორ დავიწყებდი, რომ ეს პირველ რიგში სინდისის საკითხია, მორალთან, საკუთარ მორალთან დაკავშირებული საკითხია, პოლიტიკურ მორალთან დაკავშირებული. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს. როდესაც შენ აცხადებ, რომ უსამართლობას არ შეეგუები, არ ითანამშრომლებ უსამართლობასთან, არ შეუწყობ ხელს, არ მიიღებ იმ თვალთმაქცობაში და იმ რაღაც დადგმულ, რაღაც საპროპაგანდისტულ ვითარებაში მონაწილეობას, სხვა გზა აღარ რჩება მე, შეიძლება ასე უნდა გადადგეს ნაბიჯი. მთავრობა თქვათ კანონი ამბობს თითქოს, რომ აი თუ არ მიიღებს ამ კომისიაში არ ითანამშრომლებ კომისიასთან, მაშინ აი ესეთი პასუხისგებლობა დადგება. მაგრამ ახლა მეორე მხრიდან დავსვათ საკითხი, თვითონ ეს კომისია რამდენად კანონიერია, რამდენად კონსტიტუციურია, რამდენად გასახავს სულისკვეთებას. თვით რა არის საპარლამენტო კომისია, რატომ იქნება, რა არის მიზანი ამ საპარლამენტო კომისიის? ძირითადი მიზანი არის ის, რომ გამოიძიოს და ისეღბროს იმ საკითხებზე, რომელსაც არ აკეთებს და არ იძიებს ხელისუფლება. ხელისუფლებას და უმრავლესობას არ შეჭირდება კომისია, როდესაც მას აქვს სასამართლო, ყავს პროკურატურა, გამოძიება, ყველა ინსტრუმენტი სამართლებრივი საკითხი რომ დადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს ამai თუ ვითარების მის ხელში არის. მას არ ჭირდება საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისია ჭირდება ოპოზიციას. ოპოზიცია უნდა იყოს იქ. თუმცა აქ საინტერესო ერთი დეტალიც და ამაზე ხშირად იყო საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში საუბარი, რომ საგამოძიებო კომისია იძიებს 2003-2012 ნუ შემდეგ გაიზარდა ვადა ამ წლების საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის უკვე 2012 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ დაეწყო ამ საქმეების გამოძიება? სიტყველში არაფერს არ იძიებს. ეს არის ინსტრუმენტი, ორი დანიშნულება აქვს ამას. ერთი რომ სანახაობა მოაწყოს, რომ თითქოს აი ნახე რა ხდებოდა იმ დროს და ასე შემდეგ. და თუ გამოძიება გინდოდა და ჯერ ესეთი ბევრი საქმე რომელსაც იქ კომისიაზე წარმოადგენს, გამოძიებულია დიდი ხანია და განაჩენის დამდგარი არის. ეს ერთი და მეორე ის რომ ეს არის როგორც აღმოჩნდა, არის ინსტრუმენტი, პოლიტიკური ინსტრუმენტი პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიების და მათი პოლიტიკური პროცესიდან, თქვათ აქტიური პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვის მცდელობა. აბა სხვა რანაირად უნდა იხსნას. ზურაბ ჯაფარიძის საკითხს რომ დავუბრუნდეთ და ამით ამოვწუროთ, გუშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ თვითონ და მისი, ანუ ზურაბ ჯაფარიძე არ აპირებენ წარმოდგენილი მტკიცებულებების სადავოდ გახდომას, რადგან მათი მიზანია, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და არ შევიდნენ ამის განხილვასა და მსჯელობაში. რას ნიშნავს მათი ეს პოზიცია? ბუნებრივია ეგ, იმიტომ რომ შედეგი დადგება იგივე, რაც არ უნდა იდაო, რაც არ უნდა საბუთები წარმოადგინო, რაც არ უნდა თქვათ სამართლებრივი სივრცეში შეხვიდე და კამპანიაში შეხვიდე თქვათ პროკურატურასთან ამ საკითხზე,
შედეგი დადგება მაინც იგივე. ამიტომ ჯობია რომ დროზე მოთავდეს ეს სპექტაკლი და დამთავრდეს და დაესვას წერტილი. სასამართლო ფაქტობრივად ხომ აი დაკვეთების შემსრულებელი ორგანოა, ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლო ქვეყანაში. აი ეს არის მთავარი საკითხი. და როდესაც შენ რაღაც კი ბატონო თქვა რაღაც არის თქვა რაღაც საერთაშორისო დონეზე იმასაც რაღაცა მუთები წარადგინო მე გაასაჩირო და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ადრე დაინახავს ამას საზოგადოება რომ ქვეყანაში ფაქტობრივად ცოცავი ავტორიტარიზმი არის დამყარებული და კიდე იზრდება და დიქტატურისკენ მიექანება, მით უკეთეს იქნება ამ საზოგადოებისთვის და ყველა პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანისთვის. ამის გაცნობიერება არის მთავარი. კი ბატონო. ასევე საინტერესო არის ჩემთვის თქვენი მოსაზრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალური იყო ბოლო თვეების მანძილზე და საბოლოოდ ვიხილეთ განცხადება თუ არ ვცდები ირაკლი კვებახიძის, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პარტიებს, ნაციონალურ მოძრაობას და მასთან აფილირებულ პარტიებს ამ ერთხელ საშუალება მიეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რათა მათ პასუხი გასცეს ხალხმა. როგორ შეაფასებდით აი ამ გადაწყვეტილებას მათ თუ პარტიების აკრძალვაზე ფიქრობენ, თუმცა გადაწყვეტილება მიიღეს არჩევნებში მათი დაშვების შესახებ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხომ არა აქვთ მათ საზოგადოების იმედი, ხომ არ სურთ, ან აქვთ მიზანი, რომ ერთგვარი მტრის ხატი შეიქმნას, როგორც იქმნებოდა ხოლმე ნაციონალური მოძრაობისგან და დაუშვათ ამაში მოყვეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც. რას ფიქრობთ საერთოდ ამ პარტიების აკრძალვის საკითხზე და შემდეგ ამის ერთგვარად დაპაუზებაზე აი ამ ოქტომბრის არჩევნებისთვის? არ ვიცი, შეიძლება როგორც ამბობენ, მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკასავით არის, ვთქვათ, აი შეგაშინებ, აკრძალავ, მაგრამ ახლა გიტოვებ აგერ საშუალებას, რომ მიიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და აი ამ იმის შეიძლება გადარჩე თუ მიიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში. აი ესეთი პრიმიტიული ისინი აქვთ, რა ქვია, მოსაზრებები. არ ვიცი, ახლა ეს არის ამ დიქტატურისკენ მიმავალ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს რა და როგორ, აი დროის საკითხია, დროში შეიძლება ცდილობს რომ რაღაცნაირად ისეთი სტაბილიზება შექმნას, რომ აი უცბად ნელ-ნელა შეაპაროს ეს საზოგადოებას და თქვათ უცბად არ დააჯახოს ის შედეგები, რომლებიც ამის შემდეგ დადგება. ხელისუფლება, რომელიც დღეს რომელიც ამბობს, რომ იგი დემოკრატიასკენ მიდის, რომელიც ამბობს, რომ ევროპა უნდა ვითომ და რაღაცა სინამდვილეში 30 წელს უკვე ჩვენს ათვიქნებით გაიძახიან და პარტიების აკრძალვაზე ლაპარაკობს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ქვეყანას ყველაფერს თუ თავი დავანებოთ. კომუნისტური პარტია, რომელსაც ჰქონდა უდიდესი დანაშაულებები საქართველოს წინაშეც და კაცობრიობის წინაშეც, არ გაგვიოსამართლებია. დღესაც ბევრი სტალინის ძეგლთან ვარდებით მიდის და ყვავილებით მიდის და სააკაშვილის დიქტატურაზე ლაპარაკობს, ეს არის სამარცხვინო ამბავი. ეს არის სამარცხვინო, რა უფლება აქვს სტალინის და კომუნისტური პარტიის მოთაყვანეებს ვინმე აკრძალოს და იმასკნა შეავიწყოს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოკავშირეს. რა მორალური უფლება აქვს რომელიმე პარტიის აკრძალვაზე ილაპარაკოს. ეს არის ტრაგედია. მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ 74 წელს სკოლა რო დავამთავრე, იმის შემდეგ ამაში ვიყავი ჩართული. მე არ ვიცი, ამას მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში დღეს იქნებოდა ხელისუფლება, იმის რა ქვია, ჩინეთის კომპარტიის მოკავშირე, ჩინეთის ზოგადად კი არა, კომპარტიის მოკავშირეა. ამაშია საქმე. თორე ჩინელი ხალხის და ჩინური რაღაცა გეოპოლიტიკური ის კი არ არის მოკავშირე, კომპარტიის მოკავშირეა. ირანის ისლამური ფუნდამენტალიზმის მოკავშირეა. და აი ბნელ აზრებს ნაშვება და საქართველოში რეანიმაცია მოახდინა საბჭოური ბნელი აზროვნების. და იმ ადამიანების ეყრდნობა სწორედ იმ საბჭოურ მენტალიტეტს ეყრდნობა დღეს ეს ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მყარადაა ჩარჩენილი ქვეყანაში. და რომელ პარტიის აკრძალვებზე, რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა
თავისუფლება იმას ქვია და დემოკრატია იმას ქვია და ლიბერალიზმი ის არის თავისი კლასიკური გაგებით, როდესაც შენ იტან და ითმენ იმის არსებობას, რაც შენ არ მოგწონს. აბა რაც შენ მოგწონს, სტალინი აბა იმას არ გძალავდა, რაც მას მოსწონდა. არც მის ქებას გძალავდა, არც მის დიდებას გძალავდა და არც კომუნისტების რა ქვია ფარფას გძალავდა. აი წინააღმდეგობას გძალავდა. კი ბატონო. რახან არჩევნებს შევეხეთ საკითხი ქვეყანაში მოგეხსენება დგას ორგვარად, უბრალოდ ორი საკითხი არის აქტუალური არჩევნების კონტექსტში, ერთი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და მეორე მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც რაღაცნაირი აზრთა სხვადასხვაობა არის ოპოზიციურ სპექტრში. ვიხილეთ ჩვენ რიგი პოლიტიკოსების განცხადებები ოპოზიციიდან, რომლებმაც თქვეს, რომ რომელთაც რაღაცნაირად დადებითი მზაობა გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის თან დაკავშირებით და ასევე არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაცნაირად დანაღმულ ველზე შესვლას გავს ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს ეს ქართული ოცნებისთვის. როგორია პირადად თქვენი პოზიცია? მე ბოიკოტის მომხრევარი. არა, იმიტომ არა, რომ თქვათ ჩვენი პარტია არ არის ესეთი პარტია, რომელიც შიგნით ხასთა სხვაობას გძალავდეს. მე მომხრევარ ბოიკოტის, იმიტომ რომ ეს არის შემდგარი ფაქტი და ის მაშინაც ის შარლ მიშელის დროს რომ ეს ბოიკოტი არ დარღვეულიყო, ეხლათ ასეთი მძიმე შედეგები არ იქნებოდა. არსებობს მომენტები, როდესაც რამდენიც არ უნდა ჩამოთვალოს ვიღაცებმა, რომ აი ბოიკოტის დროს რაღაცა პარტიები ქრება, იყო მასწინათ ლაპარაკიც ამაზე გუშინაც, რომ აი კარგავენ იმას, რა ქვია, გავლენებს და ასე შემდეგ, ეს ასე ყოველთვის ასე არ არის, ისტორიულ მომენტს გააჩნია, ვითარებას გააჩნია. დღეს არის ეს შემდგარი ფაქტი, გარედან სერიოზული მხარდაჭერა არის, თუ ჩვენ გავძლებთ თუ ჩვენ მყარად დავდგებით ამ პოზიციაზე და ის მინიმუმის 4 პოლიტიკური ძალა, რომელიც ხუთი ბარიერ გადალახულიდან 4, რომელიც წინააღმდეგია, ну 3 ამჟამად როგორც გამოდის, ახლა 3 მინიმუმ 3 მაინც იქნება ამ ბოიკოტზე დარჩება. სერიოზული შედეგები იქნება. კოალიცია წინააღმდეგია, ლეიბორისტული პარტიაც წინააღმდეგია. ჩვენ ჯეროს ერთი ამაზე გაუგებრობები არც უნდა იყოს თქვა ამ კოალიციასთან დაკავშირებით, რომ რა პოზიცია ქონდა ჩვენ მარტივი პოზიცია დგას, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო გარემოს შეცვლა. ყველაფერი ეს საკითხები გაუარესებულია, მეტი პოლიტპატიმარია ციხეში, საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესებული და კიდევ უფრო მონოპოლიზირებული აქვს ხელისუფლებას ეს თავისი საცეცები ყველაფერში გაშვებული აქვს უკვე და კიდევ უფრო გაუარესებული ვითარება, გაყალბების მეტი მექანიზმები აქვს და ასეთ ვითარებაში კიდე შესვლა გამეორებით, იგივე შეცდომის დაშვება, რაც თქვათ უკვე დაუშვით, ხო, საკუთარ შეცდომებზე მაინც ხო უნდა ვისწავლოთ. ამაზე იმდენი კარგი და სწორი არგუმენტი იქნა მოტანილი, რომ რა ვიცი, ახლა კიდე რა უნდა დავამატოთ. ამის მიუხედავად ლელოდან იგივე გახარიას პარტიიდან ვიხილეთ ჩვენ განცხადებები, რომლის თანახმადაც მაგალითად გახარიას პარტიის წევრმა თქვა, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს გარდა იმისა, რომ გაზრდის ლეგიტიმაციას ამ არჩევნების თუნდაც დასავლეთის თვალში, რომლებიც დაინახავენ, რომ ოპოზიციური პარტიებიც იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, რამდენად დააზიანებს ან დააზიანებს თუ არა ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ოპოზიციის კონტექსტიდან საქართველოში? კი, ალბათ დააზიანებს. თქვათ, თუ ნაწილი მიღებს ერთიანობის დარღვევა არ არის სასურველი. და მაგრამ ახლა როგორი რაღაცა არის, რომ ამ პროცესებში ჩართვა შეიძლება განხეთქილება მოყვეს, ნაწილობა მიიღოს მონაწილეობა და ნაწილმა არა და გამოჩნდეს ისე რომ ხმები, ესე იგი რაღაც ერთიანობა დაირღვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაცა დრო დაჭირდეს ამას, თქვათ, საბოლოო ჯამში ბოიკოტის პოზიცია არის მორალურად გამართული პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ ის რაც მორალურად სწორია, პოლიტიკურადაც სწორია, გრძელვადიან პერსპექტივაში.
რაც ისევე ეკონომიკაში ხოთაშორის, რაც მორალურად სწორია, ის ეკონომიკურადაც სწორია. და ძელვადიან პერსპექტივაში ასე. ახლა შეიძლება მიზანი ამართლებს საშუალებებს ეს მაკიაველისტური პრინციპი შეიძლება რაღაც მოკლე მომენტში წარმატება გქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას არ აქვს დიდი შედეგი. ესე უარყოფითი შედეგი უფრო გქონდა. აი როგორ არ მინდა ვთქვა, რომ აი მაგალითად მორალურ იმას რა ქვია ორიენტირებს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. იგივე აი ზურა ჯაფარიძე და თუ გინდა მელია და სხვები, იგივე ქურაშვილი და იგივე სააკაშვილი თქვა ციხეში არიან თქვა. ამას აქვს მორალური მნიშვნელობა. არავინ არ იცის თქვა და მე მგონია ასეა რომ აი მაგალითად ქეთევან დედოფალის წამებამ უფრო დიდი ეფექტი მოახდინა საქართველოს ისტორიაზე მისი მორალურობით და ამ პრინციპით ვიდრე თქვა გიორგი სააკაძის ომებმა. ბაქრაძის კაკაკი ბაქრაძის აზრი არის ესა. აი მაგალითად საქართველოს რომ დაპყრობილი იყო და კომუნისტები მოძალადეები იყვნენ, მერაბ კოსტავამ იცოდა მარტო? არა. ჯასურ შარგვიანმაც იცოდა და სხვებმაც, ჭაბუამირეჯიმაც დიდი პატივისცემით ამ ხალხის მიმართ. მაგრამ მერაბ კოსტავამ თქვა ეს და გაბედა მით. ანუ თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკურ პროცესებს და საზოგადოებრივ პროცესებს რაღაცნაირად მიუხედავად საერთო აზრისა კონკრეტული ინდივიდების ქმედებები მეტწილად განსაზღვრავს კი ბატონო და ეს გამოჩნდება ძალიან მალე. მე ამ პოზიციაზე ვდგარ, მე მგონია რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო. ბოლო კითხვას დაგისვამთ, მოლოდინები მაინტერესებს თქვენი ამ პროცესში ვართ უკვე ძალიან დიდი ხანია, ანუ მთლიანად ქვეყანა ერთის მხრივ პროტესტი, არჩევნების მოთხოვნა, მეორეს მხრივ დასავლეთის ძალიან მკაცრი და ცალსახა პოზიცია, მათ შორის ამერიკის მეგობარ აქტსაც გულისხმობ. მთელი ამ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, როგორ გგონიათ თქვენ მესმის რომ ძალიან ძნელია პროგნოზირება ახლა ნებისმიერი პროცესის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება საბოლოოდ განვითარდეს და დაასრულდეს პროცესები? აქ მიჩნევ ცხადია რა უნდა თითოეულ ადამიანს, ან რა გინდათ თქვენ, მაგრამ რაციონალურად რას ფიქრობთ, რა იქნება? მე ვფიქრობ, აი როგორი რაღაცაა, იცით რომ გარანტირებული და ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არაფერი არ არის. სოფლიოში მიდის დიდი გეოპოლიტიკური ძვრები. უკრაინის ომმა ეს პროცესები დააჩქარა. რუსეთის იმპერიას დიდი ხანია წყალი შემდგარი აქვს და ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელმაც ზოგადად რუსეთის იმპერია, როგორც სახელმწიფო მოსკოვია, როგორც სახელმწიფო, ერთიანი სახელმწიფო და შემდეგ იმპერიად აქცია, ეს გეოპოლიტიკური ვითარება დიდი ხანი არ არსებობს. რუსეთის საყრდენი რაც იყო, თქვა, რაზეც იდგა ეს იმპერია, ეს არ არსებობს. და შეცვლილია და მხოლოდ ძალით, მხოლოდ ხიშტით, მხოლოდ იძულებით ხდება ამ ქვეყნის დღემდე არსებობა და რაღაც გარკვეული საგარეო ფაქტორები თითქოს განიხილავენ რაღაც ძალთა ბალანსისთვის და ატომური იარაღი კიდე რომ არ გავრცელდეს და ასე შემდეგ თითქოს ესეთი რაღაცები, მაგრამ ამ ისტორიულ განაჩენს ვერაფერი ვერ შეაჩერებს ჩემი აზრით. მაგრამ ის ამბავი რომ საქართველოს ზამე გარანტირებული აქვს, ეს გამორიცხულია. თუ ქართულ ხალხს იმის უნარი არ აღმოაჩნდება რომ ამ სწორი ორიენტირები მოახდინოს, სწორი არჩევანი მოახდინოს, იმ პოლიტიკურ დაჯგუფებაში აღმოჩნდეს და იმ გეოპოლიტიკური მხარეს აღმოჩნდეს, სადაც ცივილიზაცია, სადაც წინსვლა, სადაც თავისუფლება, სადაც მეტი ეკონომიკური განვითარება არის და ამის უნარი თუ არ აღმოგვაჩნდება, ჩვენ კალთას არავინ არ ჩამოგვახევს. და დღეს არ არის კიდე ესეთი ვითარება, რომ მაგალითად როგორც ბოლშევიკებმა მოახდინეს, რომ საქართველოს შეიერთეს, ადრე რუსეთის იმპერიამ შეიერთა მთლიანად და შემდეგ ბოლშევიკებმაც ასე შეიერთა რესპუბლიკა შექმნეს. დღეს ასეთი ვითარება არ არის. რუსეთის თუნდაც რომ გადარჩეს როგორც სახელმწიფო, მას არ აქვს ის ძალა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, მთლიანად გადაყლაპოს. მართლა ასე ფიქრობ? კი, ასე ვფიქრობ, კი და შეიძლება არ არის გამორიცხული რომ ქვეყანა ისევე დაიშალოს, როგორც იყო დაშლილი ნაწილი და სხვა მეზობელ ქვეყნებში გადანაწილდეს. როდესაც შენ ფუნქციას კარგავ, როდესაც შენ როგორც პოლიტიკური ერთეული ფუნქცია არ გაქვს და პირიქით
რაღაც აი ამ შვადერეფანზე რომ მიდის დღეს ლაპარაკი ამას კი ამის გახსნას კი არ ემსახურები, არამედ ამის ჩაკეტვაში მონაწილეობ. არ მინდა ერთი ისტორიული ფაქტი უთხრა მსმენელს. 1870-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველო უკვე იმპერიის ნაწილი იყო და ქუთაისის და თბილისის გუბერნიების სახით არსებობდა, რკინიგზა როცა გავიდა თბილისი ფოთის, აი აქ ტვირთების მოძრობა გაძლიერდა ევროპიდან შემოსული ტვირთების მოძრობა, რომელიც მიდიოდა აზიისკენ და ირანისკენ და ჩინეთისკენ და ასე შემდეგ. და რუსეთის დიდმა ვაჭრებმა პეტიციით მიმართა მეფეს, რომ ევროპიდან წამოსული ტვირთებისთვის ფოთის პორტი დაეკეტა. ეს არის ისტორიული ფაქტი. რა არის ეს რას ნიშნავს, რომ იმას რომ ცენტრალური რუსეთი დარჩა ამ ტვირთების გარეშე და ერთობ დაეტყო ეს იმას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ქვეყანა იყო მთლიანი და ერთიანი. ის ნაწილი ვიყავით იმპერიის. და დღეს, როდესაც შენ ნაწილი არ ხარ იმპერიის და ეს საფრთხე რუსეთს დღესაც უდგას. იმიტომ ცდილობს ის ამის გაკონტროლებას, ამ გზების გაკონტროლებას, იმიტომ უნდა სადენები და ასე შემდეგ და იქ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები და მის ტერიტორიაზე გადიოდეს და არა სხვაგან. ამაშია საქმე. და როდესაც შენ ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებ და ამას კეტავ, სხვა შეასრულებს ამ ფუნქციას. და ქვეყანა შეიძლება განაწილდეს. აი ესე შეიძლება მოხდეს. და იძახონ მე ვიღაცამ ამაცენად ლანჩხუთი მითხრა, მართალია ევროპას არ უნდა ვართო ეს რაღაც საიდან მოიტანეს ამის პროპაგანდა, მაგრამ აგერ ჩინეთმა ჩაგვიხუტაო, ხო, მაგისთვის არის ზუსტად ჩინეთი ვიღაცა ჩაიხუტოს, ვიღაცას თავზე ხელი გადაუსვას, თუ იმ ტვირთებიდან, წაიქეთ ჩინეთიდან, თუ ევროპას შენ არ უნდა ხარ და ევროპასთან გასასვლელი გზა არ გექნება, აღარ ჩინეთში მაშინ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ასე რომ საქართველოს დღეს ასე მარტივად არ დგას საკითხი, ხალხს შეიძლება ვიღაცებს ეგონოს, რომ ერთი ასე ეგონათ მაგალითად რა მოხდა მე ბოლშევიკები რო შემოვიდა 21 წელში საქართველოში, ერთი სოციალისტები მეორე სოციალისტებმა ჩაანაცვლა და ეგონათ რომ ხო ეგონათ რომ ასე ჩვეულებრივად იქნებოდეს ყველაფერი და რა შედეგებიც დადგა ვიცით. ეს საფრთხე არის რეალური. ნუ გვეგონება რომ საქართველოს ვინაიდან ვიღაცას ქართული სიმღერა მოეწონება, ან ქართული ხანჯლური ცეკვა, ამის გულისთვის რაღაცა დიდი ცეკვას და სიმღერებს მე რამდენიც გინდა და იმღერონ მე რამდენიც უნდა იცეკვან იმაზე სცენაზე. კი ბატონო, საბჭოთა კავშირის პირობებშიც მოგვიდევ ცეკვავდით. საქართველოს სახელმწიფო არ ქონია, რა ვიცი, რამდენი ხნის მანძილზე საკმაოდ რთულად მიმოიხილეთ არა მარტო ჩვენი, არამედ რეგიონისაც და უფრო ფართოდაც რა ვითარება თუნდაც გეოპოლიტიკურად, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს ბოლოში მთელი ამ რისკების გათვალისწინებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება, აი რა არჩევანს გააკეთებს მაგალითად საზოგადოება და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში? მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოჩნდა, აი ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ მეთქი, რომ ვთქვი, მაშინ უკვე ჩემთვის და ბევრი ჩემი თანამებრძოლისთვის ნათელი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რომ საქართველო იყო ღრმად გასაბჭოებული ქვეყანა. ძალიან გასაბჭოებული და ძალიან ამ მასში ჩაძირული ფსიქოლოგიურად, მენტალურად, სოციალური ინსტინქტებით, ყველაფრით ვიყავით ამის ნაწილი რა, ძალიან ღრმად. მე მგონია რომ ეგ ტრაუმები ახლაც მოგყვება და მოგყვება და მაგრამ მიუხედავად ამისა ამ წლებმა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ერთად დახმარებით, ინვესტიციებით და რაღაცებით გამოიარა, შეიქმნა ახალი თაობა, არსებობს დაიბადეს ახალი თაობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს, რომელიც ქუჩაშიც არის გამოსული, რომელსაც და მე ვფიქრობ, რომ ეს თაობა აი ამ პრობლემას მოაგვარებს. საქართველოს ამის ძალა მე მგონი და ის ძარღვი ილია ჭავჭავაძე რომ ამბობდა, რომ ერთიანობის ძარღვი მე მგონი გაწყვეტილი არ არის და ის დაპერწკალი რომელიც თითოეული ქართველის გულში ჟოლავს, ეს ახალგაზრდობა აუცილებლად ამას შეერთებს და ერთ დიდ ცეცხლად აართებს. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს თავდადება, იგივე თქვათ ჯაფარიძის და იგივე გლებავთ მელიას და სხვების უქმად არ ჩავლის. ეს არის ძალიან დიდი მაგალითი. მე ახლა ზურაზე მკითხე თქვენ და ცოტას ვიცნობ ისეთ. ახლა ამდენი ხანია პოლიტიკურ საქმიანობას, ბევრ ლიდერს ვიცნობდი, ბევრთან ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ
ეხლა მას შეიძლება ეს არც მოწონს ასეთი საუბარი და ასეთი ცოდნე თავისი საქმის თავდადებული და თავდაბალი ადამიანი მე ცოტა შემხედრია და მე ვფიქრობ რომ ეს პოლიტიკური სულისკვეთება უკმათ არ ჩავლის. კი ბატონო. ძალიან შთამბეჭდავი დასასრული იყო. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ბატონ ვახტანგ ზენაიშვილთან ერთად, ის გახლავთ პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი და ადგილობრივი ლიდერი. მე კი დაგიბრუნდებით უკვე მომავალ ხუთშაბათს ახალ თემასთან და ახალ სტუმართან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.